დევნილთა ჩასახლებებში მაცხოვრებლებს კოტეჯების საკუთრებაში გადაეცემათ საცხოვრებელი ფართების დაკანონების პროცესი გორში ვერხვების კომპაქტური ჩასახლებიდან დაიწყო. ვერხვების დასახლებაში მდებარე დევნილთა კომპაქტური განსახლების ობიექტის დაკანონების შესახებ პრეზიდენტის განკარგულება უკვე გამოიცა. მტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ შექმნილი ჯგუფების მიერ ჩასახლებებში მოსახლეობის აღრიცხვა მიმდინარეობს. ადგილნაცვალ პირებს შესაბამისი დოკუმენტების ნიმუშებს გასაცნობად უტოვებენ, რის შემდეგაც მათი სურვილის მიხედვით ნასყიდობის ხელშეკრულება ფორმდება და ქონებას საჯარო რეესტრში არეგისტრირებენ. საკუთრებაში გადაცემის შემდეგ დევნილები ამ ქონების სრულუფლებიანი მესაკუთრეები ხდებიან და სახელმწიფო კანონის თანახმად სახელმწიფოს მიერ გადაცემული ქონების ღირებულება ან მისი პირველადი რეალიზაციით მიღებული შემოსავალი არ იბეგრება საშემოსავლო გადასახადით. პროცესი მიმდინარეობს აბსოლუტურად ნებაყოფლობით, ეს დევნილების ნებასურვილზეა დამოკიდებული, თუ აქვთ სურვილი დაიკანონებენ თუ არა და უარს იტყვიან დაკანონებაზე, ინფორმირებულები სრულიად არიან აღნიშნული პროცესის შესახებ. გერმანიის მთავრობის დაფინანსებით აშენებულ სახლებში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად დევნილი 300 ოჯახი ცხოვრობს. დასახლებაში უკვე ჩატარდა ოჯახების აღრიცხვა. დევნილები შესაბამის დოკუმენტსაც უკვე გაეცნენ. მიმდინარეობს შესაბამისი საბუთების შეგროვება, რომლის საჯარო რეესტრში წარდგენის შემდეგ დიდი და პატარა ლიახვის ხეობიდან დევნილ ადამიანებს კოტეჯების საკუთრებაში ოფიციალურად გადაეცემა. ეხლა ჩვენ დასახლებაში დაიწყეს ბინების დაკანონება, რაზეც ხალხი ძალიან მადლიერია, კმაყოფილია და უხარიათ, რომ ბოლოს და ბოლოს ამ დევნილობას მეტნაკლებად მოეღო ბოლო და თავიანთ სახლსაც უკვე გრძნობენ, რომ თავენთია ეს შენობა, ეს სახლი თავენთია და თვითონ მოუვლიან, ბატონის თვითონ იქნება, პატრონის თვითონ იქნება ამ სახლისა. მოკლედ ძალიან გახარებულები არიან ყველანი. რთული არის ახლა უბინაო საერთოდ ოჯახი ძალიან ძნელი არის. თუ ბინა არ აქვს, აი რა ისაა. წარმატებას ვერ მიაღწევ და არც არაფერი გექნება. ოდესმე საკუთრებაში გადმოდის უკვე ყველაფერში პრივილეგიური ხარ. ყველა ოჯახი კმაყოფილი არის, რომ საკუთრებაში გადაეცემეს ბინები. იძულებით გადაადგილებულ პირებს ქონება უსასყიდლოდ გადაეცემათ. შესაბამისი ხარჯების დაფარვას სახელმწიფო უზრუნველყოფს. კოტეჯების დაკანონება პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე ყველა ჩასახლებაში ეტაპობრივად განხორციელდება.